მოგესალმებით. მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში განაგრძობს მაუწყებლობას. გადაცემით ახალგაზრდული სული. დღევანდელი გადაცემის წამყვანები მე მარიამ კაპანაძე და ჩემი თანწამყვანი ესმა გუმბერიძე გახლავართ. ჩვენს მაყურებელს გავაცნობთ ჩვენი ტელეფონის ნომერს და Skype-ის მისამართ, რათა დაგვიკავშირდეთ და გამოთქვათ თქვენი მოსაზრება, დაგუსვათ კითხვები და დღეს ესეთი თემა გვაქვს. იქნებ მაყურებლებიდან ვინმე სურვილიც კი გაუჩნდეს იმის, რომ ჩვენი სტუმრების დახმარებაც კი შეძლოს. ტელეფონის ნომერი გახლავთ 23885, ხოლო Skype-ის მისამართია ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. აგვირეკეთ. ჩვენ დღეს ნამდვილად ახალგაზრდული თემა გვაქვს და ვუბრუნდებით რამდენიმე გადაცემის წინ ადრე გაკეთებულ თემას ახალგაზრდა მეწარმეობაზე, ახალგაზრდულ აქტივიზმზე. და ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან ნანა ბაგალიშვილი, ცოდნის კაფესთან ნამდამფუძნებელი, წნორში არის ეს სოციალური საწარმო. ასევე თეო მორგოშია, გენერატორ 9.8-ის პროექტების მენეჯერი, ეს სოციალური საწარმო არის, რომელიც უკვე თბილისში მდებარეობს და ასევე Skype-ით შემოგვერდება ახალგაზრდა მეღვინე მეწარმე ბაია აბულაძე იმერეთიდან, ბაღდათის რაიონიდან კერძოდ. მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მოახერხეთ და შეძლეთ ჩვენს გადაცემაში მოსვლა, ჩამოსვლა, შემოერთება და ასე შემდეგ. მე ნანასგან მინდა რომ დავიწყო. ნანა, მოდი ძალიან მოკლედ მოგვიყევი ცოდნის კაფესთან მაყურებელს. ჩვენ გქონდა გადაცემა თქვენ კაფესთან დაკავშირებით და მოდი შევახსენოთ თავიდან, როგორ დაიწყეთ, ვინ ხართ ორგანიზატორები და ასე შემდეგ. მადლობა ძალიან დიდი სოლიდარობისთვის, ცოდნის კაფე სოლიდარობისთვის. ესე იგი, ცოდნის კაფე როგორც ის მომთქვა არის წნორში, ეს არის სოციალური საწარმო და აერთიანებს 4 კომპონენტს. ეს არის წიგნის მაღაზია საქართველოში ყველაზე დაბალფასებად, იმიტომ რომ ხელმისაწვდომი იყოს რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის წიგნის ყიდვა. ეს არის მულტიმედია ბიბლიოთეკა, თანამედროვე წიგნები და კომპიუტერები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. ეს არის კაფე, სადაც შეიძლება რომ დალიო ყავა, ჩაი და მირთად კბილეული და შვიდად და ილაპარაკო მეგობართან ერთად და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მეოთხე კომპონენტი, რაც ამ გვიამაყება, არის არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც სულ თავიდან იყო ახალგაზრდებზე ორიენტირებული, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ყველა თაობის ადამიანი მოდიოდა ხოლმე და შესაბამისად პროგრამების შედგენა მოგვიწია გაწერა ყველა თაობის ადამიანისთვის და ძირითადი ფუნქცია ცოდნის კაფის არის ახალი ცოდნების წარმოება რეგიონში და ცოდნების და გამოცდილებების გაზიარება ცენტრიდან რეგიონისკენ. ანუ ჩვენ სექტემბრის 25-ში გაიხსნა ეს კაფე, ცოდნის კაფე, გაიხსნა კომერციულ ობიექტში, სივრცეში, იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობას არ ქონა ნება იმისა, რომ მიხვდომცა რომ ეს ცოდნის კაფის ყველა სერვისი აბსოლუტურად მუნიციპალურ სერვისად ითვლება, ანუ ეროვნული პოლიტიკის, ახალგაზრდული პოლიტიკის და ანუ სხვადასხვა მუნიციპალური კოდექსის თანახმად მუნიციპალიტეტმა არ გამოდგა სურვილი, რომ მისი რომელიმე საჯარო სივრცე, ანუ მუნიციპალური საჯარო სივრცე აგვეთვისებინა, ამიტომ მოგვიწია სივრცის ქირაობა. და არის მუნიციპალიტეტში საჯარო სივრცეები, რომელიც არის თავისუფალი და შესაძლებელი გამოყენებასაც რო განმარტოთ თუ შეიძლება. მუნიციპალიტეტში არის და იყო საჯარო სივრცე, როცა ჩვენ დაახლოებით 3 თვე სექტემბრის 25-მდე 3 თვე ვცდილობდით მუნიციპალიტეტთან მოლაპარაკებას, რომ ერთ-ერთ სივრცეში გადავეყვანეთ, ანუ რომელიც იყო ასეთი უფრო ხელსაყრელი ცოდნის კაფისთვის და ანუ არ ქონდა ნება. უარი. ეს არის დღემდე ჩემთვის რაღაცა ანუ ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული და შევაკითხოთ უფრო მაგათ, იმიტომ რომ რაღაცები არ ხომ სამყაროშორისო გადაწყვეტილებას არ აქვს ლოგიკური ჯაჭვი. ანუ მე ჩვენი ხა ესეთი პრინციპში დაახლოებით 5 წლიანი მუშაობით საბაბი რა იყო მუნიციპალიტეტში, ანუ ოფიციალური არგუმენტი ის იყო, რომ სივრცე არ ქონდა, თუმცა ჩვენ ანუ ვეუბნებოდით სივრცეს, რომელიც გვჭირდებოდა და მაშინ იყო აუთვისებელი და იმიტომ რომ ჩვენ არ გადავსულიყავით იმ სივრცეში, გადმოვიყვანეს სხვა IP-ის თანამშრომლები მუნიციპალიტეტს და შეაბარგეს იმ ოთახებში. რატო გიშლიდნენ ხელს იმისათვის, რომ ამ ბიზნესის მიგეღწიათ? ეჭა ორი რამე ჩემი აზრით შეიძლება იყოს. ერთი არის უცოდინრობა, ანუ უცოდინრობა მსგავსი სივრცეების საერთოდ სოფლიოში, ანუ რა როლი აქვს მუნიციპალიტეტის და საერთოდ ქალაქის ცხოვრებაში და რეგიონში, ან საერთოდ ძალიან როცა უხსნეს, რომ ეს არის სოციალური საწარმო და წიგნები და გაყიდული მოგება და ანუ კაფის ანუ კბილეულით მიღებული მოგება მოხმარდება ისევ კაფის ფუნქციონირებას, ანუ მენეჯერის გადასახადს და კომუნალურ გადასახადებს, ანუ აღიქვას როგორც წმინდა კომერციული ასე ვთქვათ საქმიანობა, რომელიც სარგებას მუნიციპალიტეტს ვერ მოუტანს და ძირითადი ფუნქცია ამ ცოდნის კაფის, ანუ ეს წიგნის მაღაზია და ეს კბილეული და სასმელები გვაქვს ზუსტად იმიტომ, რომ კაფემ თავისი ძირითადი ფუნქცია, რაც არის არაფორმალური განათლების ცენტრის ფუნქციონირება შეძლოს. ანუ
ანუ ჩვენ დაფინანსება პრინციპში რაც გავხსენეთ ეს ოფიციალური პროგრამული დაფინანსება არ მიგვიღე არავისგან, ან დაახლოებით 100-მდე სხვადასხვა აქტივობა ჩავატარეთ ამ დრომდე ჩატარდა სხვადასხვა ჯგუფებმა ჩაატარეს, ჩვენ ჩავატარეთ სოდნის კაფის ბაზაზე და ეს არ იყო ოფიციალურად რომელიმე დონორის მიერ დაფინანსებული, ეს იყო ისევ კერძო ინიციატივებით და სოდნის კაფის ხო, რაღაც ერთგვარად მოგებით, რომელიც უზრუნველყოფს ხოლმე ეს სტუმრების კვებას ან ტრანსპორტირებას. მაგრამ წამოწყებაში თქვენ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ფონდი დაგეხმაროთ. კი, სულ პირველი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ფონდი იყო მხარდამჭერი და დანიშნულებია ისიც, რომ ეროვნული დონეზე სახელმწიფო იაზრებს მსგავსი ინიციატივების საჭიროებას, თუმცა მუნიციპალიტეტს ვერ გააგებინეს და ვერ გავაგებინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ივცე, რომ ანუ ეროვნულ პოლიტიკას ხელი არ შეუშავოს მუნიციპალურმა ესე ვთქვათ პოლიტიკამ. უფრო მეტი რო გითხრათ, ნანა, რა ხდება მაგათად ბიბლიოთეკაში, რა ტიპის წიგნები გაქვთ? იგივე მაღაზიაში როგორი წიგნები ედება? ეს წიგნები საიდან შემოდის? არაფორმალური განათლების ცენტრზეც ხო რა ტიპის ღონისძიებები ტარდება იქ რო გასაგებია? აი დავიწყოთ ეს ბიბლიოთეკიდან, ხო ეს ჩვენი მულტიმედია ბიბლიოთეკა, რომელიც არის ორი კომპიუტერი და ორი კომპიუტერი საჩუქრად გადმოსცა გიორგი კეკერძემ და საჯარო ბიბლიოთეკამ და არის თანამედროვე წიგნადი ფონდი. ანუ მუნიციპალიტეტში თითქმის არ არსებობს არც ერთი ბიბლიოთეკა, სადაც 50-ზე მეტი მაინც თანამედროვე წიგნი ექნებათ გამოცემა და ჩვენ ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდი არის დაახლოებით 1000 წიგნამდე გვაქვს, რომელიც აბსოლუტურად შემოწირულობებით შეივსო და ჩვენთან ეს მოსვლის დრეს-კოდი ერთგვარი არის ის, რომ ახალი სტუმარს მოაქვს წიგნი ცოდნის კაფის ბიბლიოთეკაში და ეს ამით სარგებლობს ყველა, ვინც ამ სივრცეში შემოდიან სამკითხველო ზონაში და ბიბლიოთეკის ზონაში. წიგნებს რაც შეეხება წიგნის მაღაზიას, ყველა გამომცემლობამ გამოთქვა მზაობა, რომ რეგიონში არსებულ სოციალურ საწარმოში იყიდებოს წიგნი ყველაზე დაბალ ფასად საქართველოში და მოგვცეს ყველაზე დაბალ ფასად, გარდა პალიტრაელისა, პრინციპში ყველა წიგნები გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად საქართველოში, იმიტომ რომ პრინციპში ევროპული გამოცდილებაც ესეთია, ხო? ანუ რატო უნდა გინდოდეს სოფელში ცხოვრება და ანუ იმიტომ რომ რაღაცა პრიორიტეტი უნდა იყოს იქ, ხო? და რატო არ უნდა მორბოდეთ თბილისში? თბილისის პრიორიტეტები ვიცით, მაგრამ სოფლის პრიორიტეტები ჯერჯერობით არ არსებობს, რატო უნდა ცხოვრობდე იქ და ერთ-ერთი არის ის, რომ ის პრივილეგია მაინც გქონდეს იქ რეგიონში მაცხოვრებლებს, რომ წიგნი იყოს იაფად. აი ტრენინგებზეც რო გითხრათ ამ არაფორმალურ ცენტრში, ხო ძალიან ბევრი ტრენინგი ტარდება, მაგრამ საკმაოდ ზვირიღის ხოლმე გადასახადია აქ ყოველთვის ტრენინგს და ხო, ან ფასიანი სერვისები ტრენინგების ჯერჯერობით არ გვაქვს და შეიძლება არც ახალ მომავალში არ გქონდეს, იმიტომ რომ ესე იგი და რატო არ გქონდეს, იმიტომ რომ ტრენინგები და ვორქშოპები როცა ჩვენთან ტარდება, ხომ და სხვა მეზობელი მუნიციპალიტეტის ან სოფლის ახალგაზრდებს ან დიდგაზრდებს ვეპატიჟებთ ხოლმე, ტრანსპორტირების 2, 3 და 5 ლარიც კი პრობლემა აქვს ხოლმე. არაფერი ხარ ჩვენ ფასიანი სერვისი რო გქონდეს ამ ეტაპზე, მით უმეტეს ვერ შეძლებენ ამ სერვისების მიღებას. და ანუ რა ტიპის აქტივობები გვაქვს ხოლმე, ესე იგი თანამშრომლობთ პრინციპში ყველა ადამიანთან და ორგანიზაციასთან, რომელიც აწარმოებს და ქმნის ახალ ცოდნებს და უნდა რომ გაუზაროს სხვებს. არ აქვს მნიშვნელობა პრინციპში სპეციალიზირებული ცოდნების, ასე ვთქვათ, სივრცე არ არის, არის სხვადასხვა ტიპის ცოდნები, ხო? მაგალითად, პირობითად ანუ კომპიუტერული უნარჩვევა, მაგალითად, ანუ კომუნიკაციების უნარჩვევები, ასევე ანუ იმართება ხოლმე ახალი წიგნის პრეზენტაციები, რაც ჩვენ მუნიციპალიტეტში საერთოდ არ არსებობდა აქამდე. ასევე არის ხოლმე კინოჩვენებები, ასევე არის ხოლმე ხელთ, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ მეორადი ნივთები, რაღაც ნივთებად როგორ ვაქციოთ და არის ხოლმე კიდე ძალიან საინტერესო რაც ძალიან გვეხარია ხოლმე, ანუ ახალგაზრდებს ვინც იქ ცხოვრობენ და ვინც იქ ცხოვრობთ, რაღაცნაირად ერთმანეთს ვეხმარებთ ხოლმე, რომ ვისწავლოთ როგორ გავაკეთოთ საქმე, ანუ როგორ გავაკეთოთ პროექტი თუ რაღაცა ესეთი CSO-ს ენაზე გადავთარგმნით და გვაქვს ხოლმე ან ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, ან ჩვენი მხარდაჭერით პატარ-პატარა ესეთი თანხები დაახლოებით 100-200 ლარიანი, რომელიც ფარგლებშიც ეს ახალგაზრდები აკეთებენ პატარა პროექტებს. ანუ ეს არის მე მგონია ფუნდამენტური ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ცოდნის კაფე აკეთებს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ვიღაცების ცოდნას ვაძლევთ, ან შეიძლება უნივერსიტეტშიც გვაძლევდნენ, ასევე ძალიან და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გვეხმარებოდნენ ამ ცოდნების რეალიზებაში, ანუ პრაქტიკულად გამოყენებაში და ამას საცხობიც გაქვთ, ამაზეც რო გითხრათ, მოკლედ საცხობი. საცხობის ნაწილი არის ესეთი ამბავი. ხა მივედით იქ, რომ საქართველოს ბანკის სიცოცხლის ხემ, ანუ ფონდმა დაგვიჭრა მხარი, ასე იგი ჩვენ გუნდს რომ გავკეთებინეთ ჭკვიანი გემო, ეს არის საცხობი და საკონდიტრო, რომელშიც სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ადამიანები იმუშავებენ და ამ დრომდე ვერ გავხსენეთ ზუსტად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქირით ამ სივრცეში, სადაც ვართ, ვიხდით თვეში 1000 ლარს და გვაქვს ეს კონტრაქტი კერძო პატრონს და 5 სექტემბრის ჩავცვლით. ანუ ფაქტობრივად 5 სექტემბრის მერე გვიწევს რომ დავცალოთ ეს სივრცე
სივრცე იმიტომ რომ ცოდნის კაფის მოგება იმდენი არა რომ თვეში 1000 ლარი ციხადოს მენეჯერის გადასახადი ციხადოს ანუ ეს ვიღაცის დამფინანსებლის ქირა ანუ ქირას ვიღაც დამფინანსებელი კი ქირას ძირითადად ვიხდით თავიდან 3 თვის გადავხედეთ ბავშვთა ახალგაზრდობის ფონდის მხარდაჭერით და დანარჩენი მოგვეხმარა პრინციპში ტაბლა რომელმაც თავისი თანხა გაგვიყო სამხარო განათლების ფონდიდან და ანუ ეს თანხა პრინციპში 5 სექტემბრამდე გვაქვს ხოლოდ და მე წნორში ეს ფართები ისედაც სხვა უფრო პატარა ფართებიც არც ისეთი ნაკლები არ ღერდა, რაც მიმდებარედ გამოვიკვლიეთ. არა რაღაცა ესე საშუალოდ $300 მაინც ღირს ძალიან პატარა ფართი და ამიტომ ახლა ვფიქრობთ რომ ეს ჭკვიანი გემო, ანუ საცხობი და საკონდიტრო რომელიცაც მოუტანოს სარგებელი ხო? ხო, მოუტანოს სარგებელი ძალიან კარგია იმისთვის რომ მდგრადობა ქონდეს ამ სივრცეს უფრო მეტი და უფრო მეტი თანხა იყოს ასეთი სხვა საგანმანათლებლო აქტივობებისთვის. და რამდენად ახი ეს დისტანციურ შეკვეთებს გულისხმობს ხო ეს ჭკვიანი გემო ამაზე ვთქვა ხო დისტანციურიც იქნება და პრინციპში ადგილზე მიღების შესაძლებლობაც იქნება ანუ წნორში და საერთოდ ჩვენ მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ადგილზე მიტანის სერვისი არ არის მიუხედავად იმისა რომ სამუნიციპალო ტრანსპორტი არის ძალიან ცუდად განვითარებული და როცა მაგალითად და იგივე წნორში თუნდაც ცხოვრობ ძალიან დაშორებით ცენტრისგან ან სხვა სოფელში და რაღაც ანდრო არ გაქვს ან კონკრეტულ შესაძლებლობა რომ საჭმელი მოამზადო ანუ არ შეგიძლია რომ ადგილზე მიიღო და სამუნიციპალო ტრანსპორტაც ნაკლებად ისარგებლობა რომ მიხვიდე ობიექტამდე და ეს რაღაც ასურველი საკვები აირჩიო და ძირითადი აქცენტი იქნება ჯანმრთელობაზე ჭკვიანი გემოც პრინციპში მაგიტო ქვია და კიდე იმიტომ რომ მიღებული თანხა ძირითადად საგამოძიებო რამდენად ხელმისაწვდომი იქნება რაიონის მოსახლეობისთვის ჩვენთან ისედაც რაც არის წიგნის მაღაზიაშიც ყველაზე ხელმისაწვდომია რაიონშიც და საქართველოშიც და მათ შორის ასევე ტკბილეულის და ასე ვთქვათ ყავა და ჩაი რაც იქნება ისიც ალბათ ყველაზე ხელმისაწვდომია მაგალითად ანუ რაღაც ესეთ ან თუ ძალიან დავკონკრეტდებით თუ პირობითად ამბობ აპარატის კარგი ყავა ღირს სიღნაში 5, 6 და 7 ლარი ჩვენთან ღირს 2 ლარი და აბსოლუტურად იგივე შემადგენლობა აქვს და რაღაცა თქვა მოსახლეობა რამდენად აქტიურადაა ჩართული თუნდაც იმ ღონისძიებებში თუნდაც ისე თუ უჩნდებათ სრული შემოსვლის თუ აქვთ იმ საშუალება შეიძლება სრული კონდეთ მაგრამ საშუალება არ კონდეთ იმის რომ შემოვიდნენ ხო ხო იცით ასეთი არის ფასიანი სივრცე და უფასო და უფასო სივრცე არის რომ წიგნის მაღაზიაზე სამკითხველში აიღო წიგნი წაიკითხო და კომპიუტერით ისარგებლო ან დაждდა ისაუბრო და გააკეთო ის რაც გინდა და არის წიგნის მაღაზია რომელიც პრინციპში ამ ეტაპზე წიგნის მაღაზიის გაყიდვებით ახერხებს კაფე იმას რომ მენეჯერს გადაუხადოს ხელფასი და ასევე მიმდინარე გადასახადები დენი წყალი გაზი და სხვა დასუფთავების გადასახადები გადაიხადოს ანუ ასე თუ ისე ხელმისაწვდომი სივრცეა და შესაბამისად შემოდიან ან ფაქტობრივად გახსნიდან დღემდე ეს წიგნის მაღაზიის გაყიდვები ყოველთვიურად იზრდება ხოლმე და ჩვენ ძალიან გვიხარია ხოლმე იმიტომ რომ გეუბნებიან რომ ჩვენ ამ წიგნებს საკმაოდ კარგად იყიდება ანუ თუნდაც რო შევადარო თბილისის რამოდენიმე მაღაზიას მსგავსი რაღაც ესეთი გაყიდვების მაჩვენებელი აქვს უბრალოდ იმიტომ რომ დაბალი ფასი ღირს ჩვენთან მოგების მარჟაც დაბალია და შესაბამისად მოგება ანალოგიური არის როგორც მაგალითად ბიბლუსის მაღაზიებში აი ხა რას ვაპირებთ აი 5 სექტემბრის შემდეგ რას აპირებს ცოდნის კაფე ამაზეც რო გითხრათ ესე იგი 5 სექტემბრის მერე ცოდნის კაფე ცოტა ხნით რჩება ცოტა ხნით რჩება ჰაერში, იმიტომ რომ ანუ ეხლა დავიწყოთ ცოდნის კაფის მხარდასაჭერი კამპანია. დადე შენი აგური ცოდნის კაფის მხარდას ასაშენებლად და ეს ანგარიშის ნომერი როგორც იცი ხო ანგარიშის ნომერი კი ბატონო გვაქვს და ანგარიშის ნომერი არის საქართველოს ბანკში და ესე იგი უკვე დაახლოებით 3 კვირაა რაც დაიწყო ცოდნის კაფის მხარდასჭერი კამპანიისთვის თითოაგურის დადების ასე ვთქვათ მცდელობები ამ ეტაპზე გვაქვს და 11000 ლარამდე გვჭირდება სულ 40000 ლარამდე მიწის საყიდლად იმისათვის რომ და დაახლოებით რამდენივე მე ასაშენებლად იმისთვის რომ ცოდნის კაფე არსებობდეს მუდმივად და ცოდნის კაფე იყოს პრინციპში 2 საუკუნის მერე ქვეყანაში ის სივრცე რომელიც ხალხმა ავაშენეთ და საზოგადოებამ ააშენა იმიტომ რომ აქამდე ჩვენ ქვეყანაში პრინციპში მე-19 საუკუნიდან დღემდე ერთადერთი შარშან მოახერხეთ რომ ბავშვთა ჰოსპისი აგვეშენებინა რაღაცა ცოტა ხალხს ცოტა ბიზნესად ცოტა მთავრობას მეტი სხვა გამოცდილება როგორ ვაშენებთ ხალხი საჯარო სივრცეს ეგეთ გამოცდილება არ გვაქვს ანუ ჩვენ თაობას და წინა რამოდენიმე თაობას ამიტომ ცოდნის კაფე შეიძლება იყოს ერთგვარი რაღაცა ნდობის ასე ვთქვათ მაჩვენებელი სივრცეც როცა ამას ავაშენებთ ან დაახლოებით შემოდგომაზე რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ავაშენოთ საგანმანათლებლო და საჯარო სივრცეები ერთმანეთის მხარდაჭერით მოდი გამოვაცხადოთ ანგარიშის ნომერი ანგარიშის ნომერი არის GE 56 BG მე 37 უკაცრავად 7 0-იანი 22 82 53 800
მაყურებელს ეკრანზე კიდევ ერთხელ შევახსენებ ანგარიშის ნომერი ჩანს თუ ვინმე სწორული გაგიჩნდებათ იქნებ გადარეცხოთ მიზერული თანხა მაინც და ის რა მაინტერესებს კიდევ ანუ თქვენ ახსენეთ წეგან რომ 11000 ლარამდეა ეს ამ შემოწირულობების ხარჯზე დაგროვეთ კი ბატონო აი ამ ეტაპზე რაც არის ანგარიში ეს არის 11000 ლარამდე ანუ ჩვენ საიტზე www.codnebi.g თუ შეხვალთ იქ დონაციის ველში ზუსტად წერია რამდენი არის რა დროში მოგროვილი და რამდენი გჭირდება კიდე მოსაგროვებლად ეს არის აბსოლუტურად რიგითი ადამიანების მხარდაჭერა ანუ კი და ცდილობა რომ ცოდნის კაფე აშენონ და არის ესე ის რაღაც დეტალი რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიზუალიზაცია ამ დობის მოხდეს იქნება ის რომ ცოდნის კაფის კედლებზე იქნება ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი რომელმაც თავისი წილი აგური დადო არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ლარიანი ცოდნის კაფის ასაშენებლად აი ნანა სექტემბერში გადის დრო ხო გარკვეული რაოდენობა თანხის უკვე გაქვთ თუ დაიწყეთ უკვე რაღაცა შემუშავება იმის რომ უკვე მოაგვაროთ თუნდაც ფართის შეძენასთან დაკავშირებით მართალია ეს ძალიან მცირე თანხაა მაგრამ მე ვიყურეთ გადის დგება ის ფართის დაცლის დრო მე ამას ჭირდება დრო იმის რომ აშენდეს ფართი შეიძინოთ ანუ იკარგება ხო ფაქტიურად და ის მომხმარებელიც ვეღარ გეყოლებათ ხო ესეა ანუ როგორ დაიწყეთ თუ არა უკვე რაიმე მოქმედების ხდება კი ბატონო ანუ ეს გავაკეთეთ ის რომ ჩვენ ვიცით რომელი ფართის ყიდვა გვინდა ანუ ეს არის ცენტრთან ახლოს აღმაშენებლის 3-ში წნორში ეს არის 154 კვადრატი და ვიცით რომ ეს ფართი უნდა ვიყიდოთ ამ ფართისთვის გვჭირდება 40000 ლარი და შესაძლებელი გვაქვს აი ამ თვის ბოლომდე გვაქვს ახლა 11000 ლარი შესაძლებელი გვჭირდება კიდე 29000 ლარი და აი მაგალითად ყველა ადამიანი კიდე გარდა იმისა რომ თავის წილა გურსდებს სხვადასხვანაირად გვეხმარება მაგალითად უჭერს მხარს სწორედ ცოდნის კაფეს ხო ანუ ასე შემოწ მაგრამ 13 ივლისს ახლა ანუ ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი იხდის რაღაცა დაბადების დღეს რომელსაც ჩუქნის ცოდნის კაფეს ანუ მეგობრებს ეუბნება რომ მოკლედ მოდით დაბადების დღეს ახლა ჩემი საჩუქრის ნაცვლად თანხა ცოდნის კაფეს ჩაურიცხოთ ანგარიშზე ან იქნება ასევე იქ ყუთები ასე სხვადასხვა ჯგუფები გამოხატავენ მზაობას რომ რაღაც სხვადასხვა ანუ კონცერტები თუ იგეგმება კი ბატონო აი საერთოდ დამთვეში იყო დაზუსტებული თარიღი დღეს ამ ხალხო ეცოდინება საბოლოოდ ზაზახუთი შვილი და ჯგუფი ვაკის პარკი მართავს კონცერტს ცოდნის კაფის ხარდასაჭერად ასევე ანუ სხვადასხვა რეგიონებში მაგალითად სამეგრელოში ახლა აკეთებენ ქუთაისში და ლაგოდეხში გეგმავენ კიდე სხვადასხვა აქტივობებს ცოდნის კაფის ხარდასაჭერად ამას ერთად წიგნები ბათუმი აპირებს პატარა წიგნის ბაზრობასავით მოწყობას ცოდნის კაფის ბაზაზე ქართულ ასე ვთქვათ მწერლებთან ერთად რომ ანუ მიღებული მთლიანად ანუ ეს რაც გაიყიდება ამ წიგნის ბაზრობის დროს თანხა ბოლო თეთრამდე მოხმარდება ცოდნის კაფის მშენებლობას. და ძალიან მინდა კითხოთ სამოქალაქო ინიციატივის შესახებ, ანუ თქვენ კიდე რაღაცას საქმიანობთ, ანუ გარდა ცოდნის კაფისა, რომელსაც მხარს უჭერთ, სრულიად მოხალისეობრივად თქვენც და ქეთი მოლაშვილიც, მე რამდენადაც ვიცი. და ამაზეც რო გითხრათ, ანუ სამოქალაქო ინიციატივაზე ძალიან მოკლედ ოღონდ ისე. ხო, ეს ჩვენი ესეთი ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ეს მცდელობა რომ ესეთი ცვლილება მოგვეტანა რეგიონში, იყო 2011 წელს ყველა სტუდენტები ვიყავით და როცა აქედან დისტანციურად ვცდილობდით რომ რეგიონში ანუ სიღმარხის მუნიციპალიტეტში გვეკეთებინა რამე რაც ახალგაზრდებს და ბავშვებს წაადგებოდათ განვითარებაში და 2012 წელს სამოქალაქო ინიციატივა დაარეგისტრირეთ როგორც ანუ არაკომერციულ იურიდიულ პირად და პირველი ეს დიდი და მასშტაბური რაც გავაკეთეთ და რაც ძალიან დღემდე გვიხარია და დღემდე ვაკეთებთ ეს იყო საჯარო სივრცეში კინოჩვენებები და დისკუსიები ერთ-ერთი პირველი მცდელობა იყო მაშინ პრინციპში საქართველოში ან დახურული ოთახი 4 კუთხედის სივრციდან საჯარო სივრცეში გავსულიყავით და იქ გველაპარაკა იმაზე რაზეც ვფიქრობდით და გვაჩვენებინა ფილმები და ანუ ვაკეთებთ სხვა აქტი მაგალითად ახლა მიმდინარედ კიდევ რაზეც ვაკეთებთ არის მაჩხანის თეატრის ხარდასაჭერი კამპანია გვაქვს ეს არის თეატრი რომელიც ეღარ ვთქვით მე-19 საუკუნეში აშენეს ჩვენი სამი-თაობით წინანდელმა ბებია პაპებმა პრინციპში და ამ თეატრს დღეს ჭირდება დიდი მხარდაჭერა იმიტომ რომ არც პროგრამული ფული აქვს ნული თეთრი აბსოლუტურად ანუ დაფინანსება პროგრამისთვის არ არის და ერთადერთი დაფინანსება რაც არის მენეჯერის 90 ლარიანი ხელფასი რაც თეატრის ფუნქციონირებისთვის აბსოლუტურად რაღაცა სასაცილო არის ანუ ეს ბიუჯეტი ყოველთვიურად და ამიტომ მე ხა გქონდა სულ რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მაჩხანის თეატრში მაჩხანის თეატრის მხარდასაჭერად იმიტომ რომ ეს სივრცეც თვითონ რეაბილიტაციას ითხოვს და პროგრამული ფული ჭირდება კიდევ გვაქვს ხოლმე სხვადასხვა ინიციატივებს ვაძლიერებთ ხოლმე რაც მუნიციპალიტეტში არის პატარ-პატარა ფონდებით ანუ რაც 300-500 თუ 1000 ლარიანი
ფონდებით, ან ჩვენი მისია რომ მარტო ჩვენ კი არ ხარჯოთ რაც გვაქვს თანხა, ხო? ან მაქსიმალურად ბევრს მივცეთ და მაქსიმალურად ბევრმა ვისწავლოთ როგორ გავაკეთოთ საქმე. ან ახსენეთ წაღან რომ აი რაიონებიდან შეიძლება მოხდეს ისე რომ დახმარება გაგიწევენ ბათუმმაც, წაღან ახსენეთ. როგორ ახერხებთ თქვენი კაფის რეკლამირებას? ეხლა ჩვენს გადაცემაში ეს ერთგვარი რეკლამაა, მაგრამ ან როგორ ხდება მათთვის ცნობილი და მე როგორც ვიცი ცნობილი სახეებიც სტუმრობენ ხო? კი, ხშირად არის ხო, ანუ რაც თქვა როგორ ვაწვით ინფორმაციას ძალიან მარტივად რა, ანუ ესეთი პრინციპი სამყაროში მე ძალიან მჯერა რომ მსგავს იზიდავს, ანუ ცოდნის გაფერე ძალიან კარგი სივრცე, ძალიან კეთილი და ჭკვიანი სივრცე, შემდგომ ლოგიკურია რომ ძალიან ესეთ ადამიანებს იზიდავს მარტივად. ანუ მაგალითად არის შეიძლება Facebook-ით პირისპირ ინფორმაციის გავრცელებთან სწორედ მედიაც საკმაოდ კარგ როლს თამაშობთ, ანუ ამ ინიციატივის შესაძლო ინფორმაციის გავრცელებაში და კი სტუმრობენ ხო მაგალითად არ ვიცი ხა ცნობილი ძალიან ისეთი ახო პირობითი, მაგრამ აი ამდენი ხნის წინ იყო გარემოს დაცვის მინისტრი, ახლა გვინდა რომ უმასპინძლოთ სოფლმეურნეობის მინისტრს, იმიტომ რომ სოფლმეურნეობისში ჩართული ადამიანები ჩვენ მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი საჭიროებები აქვს და ბევრი შეთავაზებები და ბევრი იდეები, ამიტომ ჩვენ ეს ფერმერები გვინდა რომ ამათ შეხვედრა მოუწყოთ სოფლმეურნეობის მინისტრთან და უშუალოდ ილაპარაკოთ იმაზე, რასაც ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს რეგიონისთვის, ანუ რამდენი თანხმდრაშია ეს მათი იდეები ან ფერმერების საჭიროებასთან. მოდი ესმა თქვენს ნებართვით გადავიდეთ ჩვენ შემდეგ სტუმარზე. სანამ გადავიდეთ მე აუცილებლად უნდა ვკითხო ნანას პირადი мотиваციის შესახებ, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი ხო ხართ უკვე დაოჯახებულიც, იყავით სტუდენტი, დადვირთული რაღაც სხვადასხვა საქმეებით. ამ ყველაფერს აკეთებთ აბსოლუტურად მოხალისეობრივად და რა გაძლევთ ამის საშუალება, ანუ мотиваციას ერთი და საშუალებას კიდე ფინანსურს და სხვადასხვანაირს, რომ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად სრულ განაკვეთილი სამუშაო, ხო, რა გაძლევთ ამის საშუალებას, რომ ეს გააკეთოთ. ასე პირად мотиваციას გიხსნა ფინანს, პირად мотиваცია არის ძალიან მაღალი, იმიტომ რომ მე თვითონ ანუ ვარ წნორელი და დაახლოებით ძალიან კარგი და იმიტომ რომ მივიღე განათლება ქვეყანაში და სხვაგანაც, იქ სადაც ცხოვრება უკეთესია. იმიტომ რომ მეც მინდა რომ იქ კი არ ვიცხოვრო, სადაც ვცხოვრობ, იქ მქონდეს ეს კომფორტი, რაც სხვაგან არის, ანუ განვითარების შესაძლებლობა და ესეთი ხელმისაწვდომი სივრცე. და კიდე ის რომ პირადი мотиваცია ერთხელ თუ ჩვენ არ გავაკეთეთ, ხო, ეხლა თუ ჩვენ არ გავაკეთეთ, პრინციპში მე ზუსტად ისე უნდა ვიწუწუნოთ, რომ რეგიონებში არაფერი არ ხდება და სოფელში არაფერი არ ხდება. ამიტომ რადგან ჩვენ უკვე დავიწყეთ, უნდა დავამთავროთ კიდეც ეს საქმე, ანუ ცოდნის კაფე უნდა ავაშენოთ და დავუტოვოთ სხვა თაობებსაც, რომ იმ თაობებმაც როგორც ჩვენ წუწუნებდით, ჩვენ ახალგაზრდობაში კი სკოლაში ზიარულიზეს და ანუ რამდენიმე წლის წინ რომ არაფერი არ ხდება, ესე არ იწუწუნონ ჩვენზე. და რაც შეეხება ფინანსურ мотивებს, ეს სამუშაო არის, რასაც ახლა ვაკეთებთ ფაქტობრივად სრულ განაკვეთიანი და მეტიც ხანდახან 18 საათიანი მუშაობა გვიწევს ხოლმე დღეში, თუმცა ესეთი რაცაც ესეთი ფინანსური ნაწილში, რასაც გრადობას გვაძლევს, ის არის რომ მე მოკლედ მუშაობ კიდე კომპანია ბადაკში, მედია მენეჯმენტში, რომელიც არის ძალიან ისეთი ლოიალური კომპანია და მხარდამჭერი რეგიონალური ინიციატივების მიმართ, ამიტომ ესეთი ვარდებულება რომ დილიდან ღამემდე ვიმუშაო იქ არ არსებობს, მუშაობ დისტანციურად და პრინციპში ჩვენთვის საკმარისი ამ ეტაპზე ჭამის და გზის ფული რაც გვჭირდება ხოლმე და ეს ერთის და მეორეც საბედნიეროდ გვაქვს და დანარჩენი ჩვენი რესურსი, ჩვენ საკუთარი ფინანსური რესურსიც მაინც გვეხარჯება ხოლმე ცოდნის კაფის ხარდასაჭერ კამპანიაში ახლა, თუმცა მე მგონია რომ ეს ჩვენ გამონაკლისები არ ვართ და ძალიან ბევრია ახლა ჩართული ცოდნის კაფის ხარდასაჭერად თავისი, ასე ვთქვათ, თხელი თუ ოდნავ სქელი ბიუჯეტით ცოდნის კაფის ხარდასაჭერად, ამიტომ ჩვენ ამ რაღაცა საწიწუნო კიდე ნაკლებად გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ გარდა პრინციპში ასობით ადამიანი ვდგათ ცოდნის კაფეს გვერდში, ისე როგორც შეუძლია, ანუ ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ იმას, ეს ხობს რაც შეუძლიათ, ანუ ყველას რაც შეგვიძლია ვაკეთებთ ამას. ანუ კიდე რაღაცა პრინციპში რადგან ოჯახზე მკითხავთ, ოჯახზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე დიდი როლი აქვს მე მგონია, რომ ადამიანის არჩევანში და მოქმედებაში სახელმწიფო რეჟიმებზე მეტად დიდი რეჟიმი არის ხოლმე ოჯახი და ანუ ჩემი ოჯახი პრინციპში ასეთი 110% მხარდაჭერით არის ხოლმე ან ცოდნის კაფის კამპანიაში ჩართული დღემდე დედა, მამა, ქმარი, ძმა და აბსოლუტურად ყველა უჭერს ცოდნის კაფეს მხარს. მოდი ეს მათ ჩვენ სტუმრები რო არ დაგვიჩაგრონ. ერთ-ერთი მაგალითები ხართ, მე ამას დავამატებ კიდე ერთს, რომ მაგალითები ხართ სხვა რაიონების ახალგაზრდებისთვის და იმედია მისაბაძი მაგალითები ხართ და ვიღაც აქტიურობას წამოიღეს თავისივე რაიონში ახალგაზრდებო იაქტიურეთ და ნოიტყოთ იმას, რომ არაფერი არ ხდება და არაფერი არ კეთდება. მოდი გადავიდეთ ჩვენ შემდეგ სტუმარზე, ბაია აბულაძე, იმედია Skype-ით ისე უყავს და ბაია აქ ხართ? რა თქმა უნდა, მოგესალმებით. მოგესალმებით. მოდი დავიწყოთ თქვენით, გვიანბეთ თქვენ შესახებ, თქვენ ხართ მეღვინე, როდენ დაიწყეთ თქვენი საქმიანობა და რისი საშუალებით, რა თქმა უნდა.
კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ, რომ შევძლებთ დისტანციურად გქონოდა თქვენთან ურთიერთობა. მადლობა მოწვევისთვის. ოფჩიდან გერთვებით ბაღდადის რაიონის ერთ-ერთი პატარა სოფლიდან. უშუალოდ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი თქვათ ბიზნესი იყო საოჯახო საქმიანობა, მანამდე სანამ ვიფიქრებდით თუ როგორ შეგვეცვალა ჩვენი ის ტრადიცია, რაც მეღვინებასთან და მევენახეობასთან იყო დაკავშირებული და 2015 წელს ერთი სახელმწიფო პროგრამის საშუალებით, აწარმოა საქართველოს საშუალებით და იმ 5000 სახლების საშუალებით, რაც პროექტის სწორად დაწერის შემდეგ მოვიგეთ, შევძლებთ და ღვინის ჩამოსასხმელი ყველა მოწყობილობა. როდესაც ქართულ თუ არაქართულ მეგობრებს ვეუბნები ხოლმე, რომ 5000 ლარით დავიწყეთ საქმიანობა. სასიცილოდ არ ყოფნით ხოლმე, მაგრამ როდესაც ვიხსნი იმას თქვათ ქართულ კონტექსტში რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ლარი და ასე თქვათ თითოეული ის მცირეოდენი თანხაც კი რომელიც შეგიძლიათ კარგად გამოიყენოთ თან იმ კონტექსტში როდესაც ოჯახში სამი სტუდენტი შვილია და ეს შვილები თქვათ სწავლობენ დედაქალაქში საკმაოდ რთული იყო ამ თანხების გამოძებნა, თუმცა შევძელით რომ ეს ყველაფერი არ სხვანაირი გზით გვეპოვნა. მოდ ბაია 5000 ლარით დაწყებული საქმიანობის პატარა ვიდეო ვნახოთ, თუ შეიძლება გავუშვათ, იქ კარგად ჩანს თქვენი საწარმო, თუ შეიძლება. ვიდეო გავუშვათ, თუ შეიძლება. მე ვარ ბაია აბულაძე, ვარ 23 წლის და ვარ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან, პატარა სოფლიდან, რომელსაც ოფჩა ქვია. და ჩვენი ოჯახის ძალიან დიდი ხნის ტრადიცია იყო მეღვინეობა და მევენახეობა და ოჯახი ფლობდა საკმაოდ დიდ ვენახის ფართობებს, თუმცა ამ საქმიანობას მაინც უყურებთ როგორც ტრადიციულ მიდგომას და ეს საქმე ბიზნესად გადაიქცა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აკეთებდა და სახელმწიფომ დაგვაფინანსა 5000 ლარით, რის შემდეგაც ჩემი ოცნება შესრულდა და შევძელით რომ ღვინის ჩამოსასხმელი ხაზი გაგვეკეთებინა და ამ ხაზის მეშვეობით უკვე ჩვენი პირველი ბოთლი 2015 წელს გამოჩნდა. ჩვენი ღვინოს და ზოგადად ბრენდის სახელია ბაიას ღვინო. იმიტომ რომ იმ მოსავალში, რომელსაც ეხლა უკვე ბოთლებში ასხია, მეც მაქვს დაწურის და დაყენების პროცესში მონაწილეობა მიღებული და ამიტომ ბრენდის სახელიც ბაიას ღვინოა. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ზოგადად საზოგადოება ძალიან კარგად და დადებითად უყურებს, როდესაც ახალგაზრდები, განსაკუთრებით კი ქალები საკუთარ საქმეს იწყებენ და ცდილობენ მთელი მონდომებით ამ საქმეში ჩაერთონ. ძალიან დადებითად იყო ყველა განწყობილი, როდესაც ან წერდნენ სოციალურ ქსელებში, ან ხვდებოდნენ, ან პირადად საუბრობდით, მაგრამ ერთი ფაქტი მახსოვს, როდესაც ჟურნალისტები ჩვენ სოფელში მოდიოდნენ, ერთ მოხუც ბაბუას კითხეს, რომ აი მეღვინე გოგო რომ არის თქვენ სოფელში და ამ ბაბუამ თქვა 80 წლის გავხდი, მაგრამ ქალი და ღვინო ერთად არ მინახავსო და ის ბაბუა შემდეგ პირადადაც გავიცანი, ჩვენი საკმაოდ დიდი სოფელი გვაქვს და აქამდე არ ვიცნობდი და ძალიან კარგი ადამიანია, რომელსაც ბევრი რჩევაც მომცა. პირველ რიგში ძალიან მიხარია, იმიტომ რომ საკმაოდ რთული იყო გზა ჩვენი სოფლიდან ჩამოგვიტანეს თბილისის ბაზარზე ესეთი ღვინო, მაგრამ მიხარია რომ ეს ყველაფერი შევძელით და ნამდვილად სიამაყის გრძნობით ვარ სავსე რომ როცა ხედავ ჩვენ სოფელში ჩვენს ოჯახში დაყენებულ ღვინოს და განსაკუთრებით იმ პროცესს, როდესაც ამ ღვინოს უცხოელს ვაცნობთ ან ადგილობრივს, რომელსაც ეს პროდუქცია ძალიან მოსწონს. ბაია, წეგან ახსენე, რომ 2015 წელს გამოვიდა პირველი ღვინო თქვენი, რომელმაც გერმანიაში ვერცხლის მედალიც კი მოიპოვა. მოდი განვაგრძოთ თქვენი წარმატებების შესახებ გვიანბერ თუ შეიძლება შეგაწყვეტინოთ. საერთაშორისო დონეზე როგორ გააგაქვთ, აი ყველაზე საინტერესო ეს არის პროდუქცია. და იგივე მაგალითად ევროკავშირთან ასოციების შესახებ შეთანხმებით თუ თქვა სარგებლობთ და თუ მოაქვს მას თქვენთვის რაიმე დადებითი. პირველ რიგში სრულიად სხვა პროფესიას სწავლობდი და ახლა ვამყარებ ზუსტად საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამას მეღვინეობის შესახებ დაწერე ჩემს სამაგისტრო პროგრამას და ვწოდები უკვე ნაშრომს
შეფასებას და გამომდინარე აქედან ძალიან ისეთი პროცესები ხდება ხოლმე და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ვერც წარმოვიდგენ სხვა ადამიანი მინდოდა ყოფილიყავი, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან ბევრი რამე შეცვალა 2015 წლიდან დღემდე, ალბათ ეს ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით შევიცადოთ. პირველ რიგში 40-მდე ობიექტი გვაქვს დღეს ღვინო წარმოდგენილი და ეს ობიექტები საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავენ. მეორე არ შემიძლია არ აღვნიშნო ტურიზმი, რომელთაც საკმაოდ ესე უჩვეულოდ და საინტერესოდ დავკავდით, იმიტომ რომ თუ აქამდე თქვა ჩვენ სოფელში და ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან ცოტა ტურისტი შემოდიოდა, ეს მოთხოვნის შესაბამისად ყოველ კვირასაც ყავს ხოლმე ტურისტები და ბოლოს ყავდნენ ჩვენ მეგობრები ამერიკიდან, ასევე გერმანიიდან და ძალიან მოსწონთ ტრადიციული საკვები ღვინო რაც თავია და ტურიზმის შემოსასთან ერთად გამომდინარე რომ ჩვენს სოფელში და ზოგადად მუნიციპალიტეტში სასტუმროების დიდი ნაკლებობა იყო ჩვენი სახლის მეორე სართული გადავაქციეთ სასტუმროდ დღეს უკვე წერტილებიც გვაქვს და ძალიან ვთქვათ ბევრი ადამიანი გვეხმიანება სხვადასხვა ქვეყნიდან იმისთვის რომ ჩამოვიდეს ამ ცვლილებებს თუ დავუმატებთ იმ ყველაფერს რომ ჩვენი ღვინოთი დავდივართ ხოლმე დავდოთ ხან ღვინის ფესტივალზე ხან სხვადასხვა კონფერენციაზე მე და ჩემი ოჯახის წევრები პატარა ექსპორტი მოვაწყოთ უკვე იმიტომ რომ ყოველი ჩემ ვიზიტის დროს ჩემოდანში მინიმუმ ბოთლი გვაქვს ხოლმე და ამიტომა მეგობრების ჩემოდნებში არსებული ბოთლები რაც კიდევ უფრო გვაძლევს იმის საშუალებას რომ უშუალოდ ჩვენ ესე ვთქვათ ოჯახის ესე პატარა ოჯახის წევრები ძალიან ამაყევი და ბედნიერები ვიყოთ. რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირთან შეთანხმებას და იმ პროცესებს, რაც საქართველოს ევროკავშირთან თუ ჩინეთთან აქვს საოჯახო გულისხმობ ძალიან მნიშვნელოვანია. გამომდინარე იქიდან რომ უკვე ბევრი ადამიანი, ბევრი ცხველი და იმპორტიორი ინტერესდება იმით რომ აი ეს პირობითი სარგებლოს და ქართულ მეღვინეებს თუ არა მხოლოდ მეღვინეებს, სხვა მწარმოებლებთან დაამყაროს ურთიერთობა და თქვა საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანოს თავის ქვეყანაში და თავის სივრცეში. თუ შედის თქვენი ღვინო საზღვარგარეთ რომელიმე ქვეყანაში თუ სარგებლობთ? ძალიან ბევრი კარგი მაგრამ ზოგს ფასის გამო და ფასის სიმცირის გამო ზოგს კიდევ დიდი რაოდენობის გამო ვერ მაყოფილებდით ჩვენ სულ 1300 ბოთლამდე ღვინოს ვაწარებთ ყოველწლიურად რაც დამთავრდა ძალიან მცირეა კახეთის და ნანოთამეთახმება ამაში მაგრამ ჩვენს რეგიონში და ჩვენი სოფლისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობაა მოწვეული პროდუქციის გამომდინარე მიწის სიმცირიდან თუმცა ძალიან გვინდა რომ რაღაც ჩვენი პატარა ნიშაც გქონდეს უცხოეთში და ამისთვის არ ვაკლდებით არც ერთ იმ ფესტივალს რომელშიც და ინფორმაციას ბაია როგორ ავრცელებთ აი ამ ტელერეკლამას მიმართავთ თუ რა მეთოდებს მიმართავთ ხო რომ პროდუქტის ცნობადობა ამაღლოთ და ღირებულებაც აღნიშნოთ თუ შეიძლება დღევანდელს საქართველოს მასშტაბით რა ღირს თქვენი ღვინო პირველ რიგში აღნიშნო რომ ძალიან დიდი მოგოხდა ჟურნალისტ რომ ჩვენს სოფლში ფეხი 2015 წლიდან დღემდე თითქმის დიდი ტელევიზია არა ტელევიზია სხვადასხვა ძალიან კარგი ჟურნალი ჩვენთან იყო ჩამოსული და სრულად უსასრულოდ გვიკეთებდნენ ასე ვთქვათ რეკლამას და იღებდნენ ჩვენზე სიუჟეტს ხოლმე რომ გვაჩვენენ ერთი გადაცემით არ სრულდება ყველაფერი რაც შეეხება და ჩემი ერთი მეგობრი იტყვები მახსოვს, რომელიც გერმანიის ღვინის საერთაშორისო ეკონომიკა ამითვალა რომ ევროს რეალი გაქვსო და ნანა დამეთახმება რომ ნავთობ რეგიონებში ძალიან დიდი რეალებს და ჩვენში კაპიტალია. რაც შეეხება უშუალოდ ღვინის საერთაშორისო კავშირებს ღვინის ეროვნული სააგენტოებას ხმარება ძალიან იმისთვის რომ ისინი აძლევდნენ ძალიან ცოტა ცუდად ისმის ბაია შენ ხმა იქნებ რაღაც გამოსწორებს ბაია რა პრობლემებს აწყდებიან დღეს თქვენ მეღვინეები კი ბატონო პრობლემები პირველ რიგში დაკავშირებულია განათლებასთან ვფიქრობ იმიტომ რომ ძალიან დიდი ტენდენციაა შემოსული ბიომეღვინეობის რაც მოითხოვს დიდ და სერიოზულ ხმას ამ არის მის
იქნება რაღაც მოდი ცოტა ხანს დავბრუნდეთ ჩვენ სტუდიას, მოდი მე თეოსთან გადავალ კითხვით. იქნება ბაიას უთხრათ ესმა ჯერ რომ იქნება რაღაც მოასწოროთ ხელახლა გადმოვიდეკო რა და გიკავშირდებთ, კარგი? მოდი თეოსთან გადავიდეთ. ამასობაში თუ შეიძლება თეო რო გვიამბოთ თქვენ გენერატორ 9.8 შესახებ უფრო დეტალურად თუ შეიძლება რას წარმოადგენს და მისი კონცეფცია რა არის? მოგესალმებით, პროექტში მადლობა სტიხლის მოწვევისთვის. გენერატორი 9.8 წელს დაფუძნდა ბავშვთა და ახალგაზრდების განვითარების ფონდის ასე ვთქვათ ფინანსური მხარდაჭერით. 2 წლის განმავლობაში ვახორციელებდით ასე ვთქვათ ძალიან ბევრ პროექტებს, რაც განსაკუთრებულ და უნიკალურს ხდის გენერატორს, ეს არის მისი მრავალფუნქციური დატვირთვა, ასე ვთქვათ. დილის დღის განმავლობაში დილის 10 საათიდან 7 საათამდე ჩვენ ვყავით სამუშაო სივრცე, რომელიც მასპინძლობდა ყველა თავისუფალ პროფესიონალს, ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ სტანდარტულ ოფისებში სხდომა და ასე ვთქვათ არაფორმალურ გარემოში სურდათ თავენთი საქმიანობის განხორციელება. უნიკალურ სივრცეებს ქირაობდნენ, ხო? არა, ეს იყო პირველი არაკომერციული სამუშაო სივრცე, რომელიც სრულად უსასყიდლოდ ეთმობოდა ყველა დაინტერესებულ პირს. ყველაზე განსხვავებული ივენთები, რაც იგეგმებოდა ხოლმე, კვირის თითოეული დღე ნიშნულების სამეფო იყო გადანაწილებული, შაბათს მობრძანდებოდით და დაგვდებოდათ გამოფენები, სამშაბათს მობრძანდებოდით საჯარო ლექციებს უთმობდით სივრცეს, 4 შაბათობით მასპინძლობით და ამწყებ მუსიკოსებს, რომლებსაც ადგილი არ ჰქონდათ თავენთი, ასე ვთქვათ, ნიჭი შემოქმედება გამოევლინათ და თუ შეიძლება ზარია ეთერში გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? ალო, გამარჯობა. მივესალმებით ჩემო კარგო თქვენს გადაცემას. ალო. დიახ, გისმენთ. დიახ, ერთი თხოვნა მაქვს. ეხლა მიდის ტელევიზიას არ უშვებენ რომ არ გაიგოს ტელევიზია მიქ რა ხდება რომ ახალგაზრდა კომპოზიტორებს როგორ ჩაგამენ და ყველაფერზე გაუყიდეს და უყიდიან და არ შეიძლება მიიღოთ ზომები რომ ტელევიზია შეუშვან იქ რა ხდება როგორღაც იქნება თუნდაც თუ ახალგაზრდებს ეხებათ ეს საქმე იქნებ ჩვენვე მოვახერხოთ დაკავშირება და დიდი მადლობა ზარისთვის და ინფორმაციისთვის თუ შეიძლება გავაგრძელოთ ხო? დიახ, როგორც აღნიშნეთ, თითოეული დღე თემატურად განსხვავებული იყო და სხვადასხვა აქტივობებს ეხებოდა. გამომდინარე ჩვენი ესე ვთქვათ ეს საღამოობით ხო? დიახ, საღამოობით, იმიტომ რომ დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე ჩვენთან ესე ვთქვათ ვცდილობთ რომ სიჩუმე შეგვენარჩუნებინა ერთმანეთის კომფორტული გარემო შეგვექმნა მუშაობისთვის. ერთადან უნიკალურ შესაც ხდიდა ესე ვთქვათ ჩვენი გარემო, ნებისმიერ დროს რომ მოგზანდებოდით, შეიძლება რაღაცაში დახმება დაგჭირებოდათ და უცებ პროფესიონალი ესე ვთქვათ ნებისმიერი სფეროდან სრულად უსასყიდლოდ რამდენიმე წუთის საქმით დახმარებოდათ. როგორც იცით, გენერატორი ეხლა სულ სხვა ეტაპზე გადავიდა და რაღაც პერიოდის განმავლობაში მოგვიწია რომ ჩვენი ესე ვთქვათ საქმიანობა შეგვეწყვიტა, მაგრამ გუშინ გავაფორმეთ მემორანდუმი ნაძალდევის მედიათეკასთან, სადაც გადავედით და ესე ვთქვათ ჩვენი coworking space-ი ხელახლა განაგრძობს საქმიანობას, შეგიძლიათ მობრძანდეთ ყოველ დღე ორშაბათის გარდა 10 საათიდან 7 საათამდე და ისარგებლოთ ჩვენი სერვისებით. რატომ მოხდა დახურვა ამაზეც რო გითხრათ დროებით და აი კი ბატონო ყველაფერი უფასო თუ იყო მაშინ რითი ხდებოდა ხო კაფე შენარჩუნება თქვენ დასაქმებულები ყავდათ მართალია ბევრი მოხალისე ყავდათ მაგრამ დასაქმებულებიც მაინც ყავდნენ და თუ შეიძლება ამაზეც რო გითხრათ მოდით ესე ვთქვათ მეორე ნაწილზე გადავალ მეორე კითხვაზე გიპასუხებ ჯერ როგორც მოგახსენეთ 7 საათამდე სამუშაო სივრცე ვიყავით ხოლო 7 საათის შემდეგ ეს გარდაიქმნებოდა სოციალურ ბარად კაფედ რომელიც ესე ვთქვათ შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო და ვცდილობდით რომ შემოსული თანხით როგორც ნანა მახსენა უკვე რომ ის ხარჯები თუნდაც მენეჯერის ჩვენი პროფესიონალი ესე ვთქვათ დასაქმებულების ხელფასები ესე ვთქვათ დაგვეფარა და როგორ თავარი პრინციპი სოციალური საწარმოს რაც არის არ აქვს არანაირი ბიზნეს დატვირთვა ის რაც თანხა რაც მოგების სახით შემოდის ხოლმე ისევ სოციალურ მიზანს უნდა მოხმარდეს და შესაბამისად სოციალური ესე ვთქვათ პრობლემის აღმოფხვრას ხმარდება ხოლმე ანუ ქირას მენეჯმენტს კომუნალებს ყველაფერს ყოფნიდა ეს თანხა ყველაფერს ყოფნიდა ბარიდან შემოსული თანხა მცირედი ესე ვთქვათ ფონდების დახმარებით შესაძლოა პერიოდულად გქონდა ხოლმე პროექტები ერთ-ერთი იყო პრეაქსელერატორი რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდების განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა, ასევე F-Creatoni ქალი მეწარმეებისთვის, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა, შესაბამისად ჩვენი თითოეული პროექტით ვცდილობდით, რომ ასე ვთქვათ, თვითშენახვადი ყოფილიყო ჩვენი სოციალური საწარმოც. რაც შეეხება პრობლემებს თუ რატომ მოგვიწია, ასე ვთქვათ, გარემოს შეცვლა დაკავშირებულია თბილისის განვითარების ფონდთან, როგორც ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო, სამწუხაროდ 10 დღით ადრე მივიღეთ ინფორმაცია რომ უნდა დაგვეცალა ობიექტი, მათი განმარტებით ეს საკმაოდ გონივრული ვადაა, რომ ახალი ობიექტი მოძებნოთ და შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაგვჭიროთ ჩვენი, ესე ვთქვათ, ყველა
გადავიტანოთ ეს თქვა ყველაფერი, ნანა დამერწმუნება რომ 10 დღე ამისთვის ძალიან ცოტა დროა. ერთი წელი ვეძებდით ფარტს გენერატორი რო გაგვეხსნა და 10 დღეს არ არის ნამდვილად გონივრული, ესე თქვა და ამ ყველაფრის მოსაგვარებლად საბედნიეროდ უკვე გუშინ გავაფორმეთ მემორანდუმი. და რა საფუძნება ეს მემორანდუმი? ფარტის ღირებულებას იხდით იქაც თუ არ იხდით თუ როგორ არის? ანუ მემორანდუმის დრო ვადასადამდე გაქვთ კიდე. ესე ვთქვათ, სანამ ჩვენი კეთილინება იქნება ორივე მხრიდან და შესაბამისად სანამ გენერატორის სხვა პრინციპებს არ მოერგებს თუ ამის საჭიროება გახდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაზე აქტიური კითხვა ხოლმე კაფე თუ განაგრძობს ფუნქციონირებას და რა თქმა უნდა სექტემბრიდან უკვე ვფიქრობთ რომ გარე ტერიტორია ავითვისოთ და კაფე ესე ვთქვათ ავაღორჯინოთ და ავამუშავოთ, იმიტომ რომ ეს სოციალურ საწარმოს როგორც უკვე გითხარით, ჭირდება რაღაც თანხა რომ საკუთარი თავი ეს უხეშად ვთქვათ შეინახოს. მაგრამ არ გადაიხდით, ხო? ბატონო? ქირას არ გადაიხდით. არა. როგორ ფიქრობთ, გარემოს შეცვლა თუ მოახდენს, ანუ მაგალითად ცოტათი უკან დახევას? ის ადამიანები კი, ვინც აქტიურად მოდიან, მათთვის ეს ცნობილი იქნება, მაგრამ შეიძლება ნაკლები რაოდენობა მოხდეს. ანუ ხელახლა მოგიწევთ კაფის პოპულარიზაცია და როგორ ფიქრობთ? ესე ვთქვათ, ცოტა გავკეთნერდებით და ვიტყვით, რომ გენერატორმა თავისი სათქმელი ამ რაღაც პერიოდის განმავლობაში თქვა და ეს ვთქვათ, ჩვენი მომხმარებელი ძალიან ერთგულად თან დაგვყვება ხოლმე. ანუ ის ვისი ხშირად გაგვიგია ჩვენი მეგობრებისგან, რომ გენერატორი არის ადგილი, სადაც ნებისმიერ დღეს დაუგეგმოთ შეგვიძლია მივიდეს და რაღაც საინტერესო ღონისძიება დაგვხდეს. როგორც წინათ აღვნიშნე, რომ ყოველ დღე, ესე ვთქვათ, თავისებურად დატვირთული იყოს სხვადასხვა შინაარსობრივი ღონისძიებებით, შესაბამისად ჩვენს მომხმარებელს აგრძელებდა იმის თავისუფლებას, რომ ნებისმიერი დღე დაუგეგმოთ გაეტარებინა საინტერესოდ. უკვე განვაახლეთ ჩვენი საჯარო ლექციებიც, ყოველ დღე 7 საათზე იმართება ხოლმე და დაინტერესებთ. რა მეცვლილებებს თუ გეგმავთ თუ ზუსტად იგივენაირად არ? სამომავლო გეგმებზეც რო გითხრათ. სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, პასუხობთ მომხმარებლის მოთხოვნებს და ვცდილობთ, რომ მათზე მორგებული სერვისები გქონდეს, თუმცა კონცეფცია, რაც მთავარი არის, ეს არის თავისუფალი სამუშაო გარემო, იყოს მაქსიმალურად კომფორტული, ყველა იმ მოთხოვნას პასუხობდეს, რაც ესე ვთქვათ, ჩვენს მომხმარებელს სურს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ახლა სხვადასხვა პროექტებზე, რომლებსაც თქვათ, უცხოელ დონორებთან რამდენად თანამშრომლობთ, რამდენად აპირებთ მომავალში რომ მოიპოვოთ? ამ ეტაპზე უცხოელ დონორებთან არ ესე ვთქვათ, არ თანამშრომლობთ, თუმცა რატომაც არა სამომავლო პერსპექტივები შეიძლება განვიხილოთ და საერთოში ან ბიზნეს კორპორაციებთან თუნდაც კომპანიებთან. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, ესე ვთქვათ, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად თვითმყოფადები გავხსნათ და ჩვენ შევძლოთ ჩვენი სოციალური საწარმოს განვითარების გზაზე იცვლო, ესე ვთქვათ. მოდი, ბაია ისე ჩაგვერთო ეთერში. დიდი მადლობა თიას. ბაია, გესმის ჩვენი? მე მესმის იმედია თქვენც გესმის. კი, ეხლა გესმის. მოდი განვაგრძოთ თქვენი თემა, რა პრობლემებს აწყდებიან მეღონეები, თქვა ბოლოს ეს კითხეთ ვარცდები. კი ბატონო. პირველ რიგში განათლებას ვსაუბრობდით, სანამ ჩვენს არის შეწყდებოდა, იმიტომ რომ რიგ შემთხვევებში გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ნაკლებია ვთქვათ აგრონომების და მეღვინეების რაოდენობა საქართველოში, უწევთ ხოლმე უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თუმცა განათლებასთან ერთად ალბათ გასაღებად ჯერჯერობით კვლავ პრობლემატური საკითხია, გამომდინარე იქიდან რომ მოხმარება ადგილობრივ ბაზარზე არის შედარებით ნაკლები, მაგრამ როგორც ბოლო მონაცემები გვაჩვენებენ, ძალიან ადამიანი უკვე ყიდულობს ქართულ ღვინის ბოთლს საჩუქრად და მოხმარება უშუალოდ ბოთლში ჩამოსხმული ღვინისა ნელ-ნელა იზრდება და ანაცვლებს ეგრეთ წოდებულ ჩამოსხმული ღვინის მოხმარებას. და თქვენ სად მიიღეთ ეს განათლება, ამაზეც რო გითხრათ? დიახ. თქვათ განათლების პრობლემის აღმოსაფრთხებლად ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ჩემი უმცროსი ძმა უკვე სწავლობს აგრარულ უნივერსიტეტში და მეც მომავალი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. ჯერჯერობით მხოლოდ თქვათ არაფორმალური განათლების შემოვიფარგლებით, რომლებიც ღვინის კლუბისგან მივიღეთ დაახლოებით 4 წლის განმავლობაში, მათ არაფორმალურ ლექციებს ვესწრებოდი, სადაც ყოველივე აქტუალური და პრობლემატური და მნიშვნელოვანი საკითხზე სხვადასხვა სერიოზული მომხსენებელი ყავთ ხოლმე და ვთქვათ კიდევ ერთი დადებითი მხარე რაც ღვინის კლუბში ლექციებმა მოგცა არის ის რომ თითქმის ყველა დამწყებ ხნიერ თუ ყველა ასაკის და ყველა გენერალური ჯგუფის წარმომადგენელი მეღვინეს უცნობ
გამომდინარე იქიდან რომ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი დიდი თაშაყრის ადგილი და ასევე გავიარეს ომელით ასოციაციის სერტიფიცირებული კურსი, რომელიც ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან ცოდნას გაწვდის, ასე ვთქვათ, ვენახის ბაზის სანერგის შერჩევიდან დაწყებული, ღვინის ჭურჭლიდან დამთავრებული. ახლა თქვენ სტუდენტები რო იქნებით, თქვენ სტუდენტები რო იქნებით, უბრალოდ ავცილებლად უნდა გკითხოთ, მაგ დროს ბიზნესი, თქვათ, თბილისიდან როგორ მოხდება, ანუ როგორ მოასწრებთ და მოახერხებთ იმას, რომ ისევ მიხედოთ საკმაოდ დიდ დისტანციაზეა მაინც. საკმაოდ დიდ დისტანციაზე 3 საათნახევარი მინიმუმ საჭირო იმისთვის, რომ ეს სივრცე გადაილახოს, თუმცა ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი მშობლები, რომლებიც სოფლის სკოლაში მასწავლებლები არიან, მაგრამ სკოლაში წასვლამდე და სკოლაში წასვლის შემდეგ სულ ჩვენ ასე ვთქვათ ვენახზე და არა მხოლოდ ვენახზე სრულნავენ და ჩვენს ასე ვთქვათ ოჯახის უფრო უმცროსი წევრები ვცდილობთ, რომ ყველანაირი თავისუფალი დრო დავუთმოთ ჩვენს სახლს და ჩვენს სოფელს. თქვენ ყავთ, ბოდიში ესმა, თუ ყავთ დასაქმებულები თქვენს წარმოებაში? თქვენი რაიონიდანვე? სხვა. დიახ, ზოგადად 5 დასაქმებული ვართ ოჯახის წევრები, მაგრამ ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე საზაფხულო სამუშაოების თუ შემოდგომის პროცესში ადგილობრივი დასაქმებულებსაც, ადგილობრივი მოსახლეობასაც ვასაქმებთ, თუმცა ამასთან ამ ბოლო დროს ბევრი უცხოელი მოხალისე გვერდდება ხოლმე, რომლებიც ჩვენთან ერთად საგაზაფხულოდ არა მხოლოდ სამუშაოზე შრომობს და მოდი ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, ბაია მოდი გითხარით თქვენი მომავალი გეგმების შესახებ და ყველას გადაცემებიც დავასრულებთ. აი პრობლემური კიდევ აი მაგალითად საზღვარგარეთ გატანასთან დაკავშირებით, ხო, იგივე აი იურიდიული დახმარება და ასე შემდეგ რამდენად დაგჭირდებათ და ზოგადად რა პრობლემები იქნება, ხო, სამართლებრივად მე მგონი ძალიან რთულია, არა, ალბათ საზღვარგარეთ ექსპორტზე გატანა. მოდი, ბაია ცოტა სწრაფად იმას ვქოთ, რომ დროში ვერ ჩავეტე. კი ბატონო, შევეცებ ესე ნაბილი მე ვთქვისაუბრო, იურიდიული დახმარება, აი რაც უკვე ეს შემთხვევაში გჭირდებოდა იყო კონტრაქტის შედგენა, რაშიც მეგობრები დაგვეხმარნენ. რაც შეეხება, ვთქვათ, სამომავლო გეგმას, მე მინდა პირველ რიგში გენერატორს მივილოცო, იმიტომ რომ ერთ-ერთ სამშაბათს ერთ-ერთი მათი ასე ვთქვათ, სპიკერიც ვიყავი და ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა და მათთან აქტიურად თანამშრომლობდით ჩვენი ღვინით და მიხარია რომ უკვე შეგვიძლია კვლავ დავიწყოთ ეს თანამშრომლობა და ვფიქრობ რომ ძალიან გვინდა რომ ჩვენ სოფელში უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს, მეტი ადამიანმა გაიცნოს და მეტი ადგილობრივი დასაქმდეს იმისთვის რომ მათ აღარ მოუწიოთ საზღვარგარეთ წასვლა. მახსოვს როცა ჩვენი ბოლო მოხალისე ჩამოგვივიდა ბრიტანეთიდან, ადგილობრივი ახალგაზრდები ამბობდნენ რომ რაღაც თურქეთში მივიდივართ სამუშაოდ, აგერ ესეთი განათლებული რაღაცა მაგისტრის დიპლომიანი ადამიანი ჩამოდის და ოფჩაში მიწაზე მუშაობსო. დიდი მადლობა ბაია, შენ ჩვენს გადაცემაში მოსწრობისთვის, ასევე ჩვენ სტუდიის სტუმრებსაც დიდ მადლობას გიხდით და თქვენ ხართ ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითები, კიდევ ყავდა ჩვენ თამარი ყავდა თორცები, სხვა ადამიანები ყავდა, წარმატებული ადამიანები, ახალგაზრდები, რაც თავარია, მისაბაძი მაგალითები ხართ ჩვენი ახალგაზრდებისთვის და იაქტიურეთ, მიბაძეთ ამ ადამიანებს და თქვენ გისურვებთ წარმატებას პირველ რიგში. ჩვენს მაყურებელს კი ზუსტად 2 კვირით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. დროებით. რადიო კომპანია ობიექტივი გთავაზობთ ყველაზე იაფ